სასტუმრო თბილისი მერიოდში ქალთა საინფორმაციო ცენტრმა არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის ფორუმი გამართა. სხვადასხვა საკითხებთან ერთად ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეკრებილ საზოგადოებას შრომის კოდექსში შესატანი იმ რეკომენდაციათა პაკეტიც გააცნო, რომლებიც ქალთა შრომით უფლებებს ეხება. მნიშვნელოვანია დეკრეტული შვებულების დღეების ოდენობის გაზრდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ქალებისა და მამაკაცებისათვის გარანტირებული იქნება თანაბარი დაწინაურების პროცესი და შესაბამისად თანაბარი ანაზღაურება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩანაწერი, რომელიც ამ ეტაპზე ჩვენს შრომის კოდექსში ჯერჯერობით არ არსებობს და ჩვენ გვინდა რომ იქნეს გათვალისწინებული, რომლის მიხედვითაც ორსულ ქალს და მეძუძურ დედას მიეცემა საშუალება ექიმთან ვიზიტისთვის და სამედიცინო მომსახურების მისაღებად გამოიყენოს დამატებითი შვებულება, რომელიც ანაზღაურებადი იქნება. აღნიშნულ საკითხზე ქალთა საინფორმაციო ცენტრმა გლობალური ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ფარგლებში იმუშავა. პროექტს ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი ქალთა უფლებების დაცვის სფეროში ეწოდება. მის ფარგლებში სხვა აქტივობებიც განხორციელდა. ეს არის მესამე დოკუმენტი, რომლის ანალიზი ჩვენ ვაკეთებთ. ერთი იყო ტრაფიკინგის სამოქმედო გეგმის ანალიზი, რომლის რეკომენდაციებიც წარუდგინეთ და უშუალოდ იუსტიციის მინისტრმა მოისმინა და შესულია ჩვენი რეკომენდაციები სამოქმედო გეგმის ახალ პაკეტში და ასევე სახელმწიფო მუშაობის კანონის დახვეწაზე ტრაფიკინგის ამ ჯგუფშიც ვართ წევრებიც გახავართ, ასევე უნივერსალური პერიოდული ანგარიშის შესრულების მონიტორინგს ვაწარმოებთ ამჟამად და მესამე არის შრომის კოდექსი და იმედია რომ სახელმწიფო გაითვალისწინებს ჩვენ რეკომენდაციებს. ფორუმს სხვადასხვა რეგიონიდან ესწრებოდნენ, მათი უმეტესობა კონფლიქტის ზონიდან ჩამოვიდა. დეკრეტული შვებულების პირობების გაზრდა, განათლების სფეროში დასაქმებულთა უფლებები, რეკომენდაციები მსჯავრდებულ ქალებთან დაკავშირებით. ეს მცირედ ჩამონათვალია თემებისა, რომლებიც დისკუსიისას გაშღერდა. შრომის კანონის შესახებ ჩემი რეკომენდაცია ის იყო, რომ ქალი 55 წლისა იქნებოდა ძალიან საუკეთესო ადამიანების ქალებისთვის, რომ 55 წლის ასაკში პენსიაზე გავიდეს და კაცი 60 წლის ასაკში. ქალთა საინფორმაციო ცენტრმა წარმოგვიდგა ძალიან სერიოზული ნამუშევარი, ანუ ეს არის იურისტის და მთლიანად ორგანიზაციის მიერ გაკეთებული დიდი მოკვლევა. მთლიანად საქართველოში შემოთავაზებული ახალი შრომის კოდექსი და პლუს ანალიზი იმ ქვეყნებისა, რომლებთანაც შედარებული იყო ეს მასალა. შევაფასებ ძალიან დიდ სამუშაოს და მნიშვნელოვანია ჩვენი რეკომენდაციები, რომელიც სამუშაო ჯგუფმა ადრეს მიეწოდა აგრეთვე და ვიმედოვნებ მაქსიმალურად და მაქსიმალური გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები, რომ რეკომენდაციები გათვალისწინებული იყოს პარლამენტის მიერ. როგორც ცნობილია, იუსტიციის სამინისტრო შრომის კოდექსში დამატებებზე მუშაობას შემოდგომიდან განაახლებს. საკითხების განსახილველად სამუშაო ჯგუფიც შედგენილია. ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული რეკომენდაციები სამინისტროს უახლოეს მომავალში გადაეგზავნება. რეპორტაჟი მომზადდა პროექტ გენდერულად სენსიტიური ინფორმაცია გენდერული თანასწორობისათვის საქართველოში ფარგლებში, რომელსაც ქალთა საინფორმაციო ცენტრი ფონდის კვინა ტილკვინას ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.